It's over. And it's over because Trump doesn't want to carry a loser. ყველაფერი დასრულდა და დასრულდა იმიტომ, რომ ტრამპს არ უნდა ტვირთად ლუზერი. სულ ესაა. არ ჭირდება ამას დიდი მორალი. უბრალოდ მას არ უნდა დამარცხებულის თრევა. უკრაინა ესაა დამარცხებული პროექტი. პირველი, ვისაც გადაარჩენს მოლაპარაკებები, ესაა უკრაინა. მეორე, ესაა ევროპა. ევროპელების საფონდო ბაზრები ბოლო დღეებში იზრდება, სწორედ ამ ვითომ საშინაო მოლაპარაკებებზე ცნობების წყალობით. მთავარი პრობლემა რუსეთისთვის იყო ამერიკა. რადგან რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს და უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს მსოფლიოში, თავიდანვე აშფოთებდა ჩვენი ამერიკელების ერთპოლარულობა. დიდი ალბათობით, ახლა ეს დასრულდება. ევროპამ უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან შეერთებული შტატები მალე დაკარგავს ინტერესს ამ თემის მიმართ, ხოლო ევროპას მოუწევს რუსეთთან ერთად ცხოვრება მომდევნო 1000 წლის განმავლობაში. ყველაზე კარგი, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნები გააკეთებენ, იქნება ის, თუ კი ისინი შეწყვეტენ რუსოფობიებს. ეს ყველაზე მთავარია. ესტონეთში მოსახლეობის დაახლოებით 25% რუსიან რუსულენოვანი მოქალაქეა, ეთნიკური რუსია. ლატვიაშიც იგივეა. ნუ წააქეზებთ მეზობლებს. ნუ ამბობთ, რომ გინდათ რუსეთის გაყოფა. თუ ხუმრობთ მაშინ, ნუ ხუმრობთ ასე. შეუძლებელია ასე დღევანდელ მსოფლიოში გადარჩენა. გადარჩენა შეიძლება მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, მოლაპარაკებებით, დიალოგით. ჩვენ ყველანი უნდა მოვიქცეთ, როგორც ზრდასრული ადამიანები.